მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია რადიო ხონის ხმა და მე მისი წამყვანი გოგა გახვაკიძე გახლავართ. დღეს განსხვავებული გადაცემის ჩაწერა მომიხდა. უნდა გესაუბროთ ჩემს გერმანულ გამოცდილებაზე, რომელიც სულ რაღაც ახლახანს წინა თვეში იყო. 8-12 ოქტომბრის პერიოდში მე გავხდით გერმანიაში, კონკრეტულად გადამზადების კურსზე გერმანულ რადიო ზეტრში, სადაც ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე. ამ ყველაფრის ინიციატორი იყო რასაკვირველია რადიო ზეტრი და DVB International საქართველო, რასაკვირველია გერმანიის მთავრობასთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა DVB International-ის საქართველოს წარმომადგენლობას ამ შესაძლებლობისთვის და ხონის საფილმო განათლების ცენტრს და მის ხელმძღვანელს ელისო ჯიქიას. ბევრი რომ არ გესაუბროთ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ხვდებით თუ რამხელა გამოცდილებას ნიშნავს და გულისხმობს გერმანიაში ვიზიტი ერთ-ერთ წამყვან რადიოში, სადაც ხვდები ძალიან სერიოზულ პროფესიონალებს, რომლებიც გიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ასევე ცნობი ქვეყნის კულტურას, სპეციფიკას, ცხოვრების წესს, მათ შორის ადამიანების საჭიროებას და იმ ყველაფრის ერთად შეკრების შედეგად ხვდები თუ როგორი მიმართულებით უნდა წაიყვანო შენი სამუშაო პროცესი და შენი გადაცემების ფორმატიც. მოგეხსენებათ, ჩვენი რადიო ემსახურება გენდერულ საკითხებს და სწორედ ამიტომ მისი სახელწოდებაც გახლავთ Her Voice და გენდერული თემატიკა არა მარტო საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ გერმანიაშიც ძალიან სერიოზული ყურადღება ექცევა გენდერულ საკითხებს და განსაკუთრებით ქალების ცხოვრებას და მათ ჩართულობას საზოგადოებაში. ჩვენ ვიმყოფებოდით გერმანიის პროფკავშირებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში, ნიუნბერგის ბიბლიოთეკაში, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო ვორქშოპს ვესწრებოდით. მინდა გითხრათ, რომ ემოციები იყო წარუშლელი და ამ შთაბეჭდილებებს, რა ვიცი, ალბათ ძალიან დიდი ხანი შევინახავ. გამოცდილება იყო იმ კუთხით, რომ ხვდებოდით უშუალოდ კონკრეტული საქმის სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობდნენ სხვადასხვა მიმართულებით, დაწყებული ადამიანის უფლებებით, დამთავრებული უშუალოდ ქალების უფლებებით. ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ გერმანიაში ვიზიტის დროს. მოვინახულოთ ისეთი ადგილები, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა იყო მომხდარი და აი ამ ჭრილშიც უფრო ახლოს გავიცანით გერმანული ყოფა და ადამიანების უფლებები. ჩვენი ვიზიტი ხორციელდებოდა ქალაქ ნიუნბერგში და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დაწესებულება, რაც კი ამ ულამაზეს ქალაქში არსებობს, მოვინახულეთ. ძალიან სერიოზული შთაბეჭდილებები მოახდინა უშუალოდ რადიო ზეტის თანამშრომლებმა. მე მათ აქედან ძალიან დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოვიკითხავ. მათი გამოცდილება, მათი მუშაობის სპეციფიკა რასაკვირველია ჩვენთვის იქნება და ჩემთვის პირადად უდიდესი მოტივაცია თუ რა მიმართულება უნდა მივცე ჩემს თვითოულ გადაცემას. ზოგადად გერმანული რადიო არის ერთ-ერთი სერიოზული ტრამპლინი რიგითი ადამიანებისთვის, რომ მათ მიაწვდინონ ხმა აბსოლუტურად მთლიან საზოგადოებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი რადიოც ანალოგიურად მისცემს ყველა ადამიანს შესაძლებლობას, რომ მათი ხმა ისმოდეს და განსაკუთრებით ქალებს მისცემს იმ შესაძლებლობას, რომ მათ თამამად თავისუფლად შეძლონ საკუთარი აზრის დაფიქსირება. გერმანიაში ჩვენ შევეხეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, განსაკუთრებით ეს ეხებოდა სახელმწიფო პოლიტიკას, ადამიანის უფლებებს, სადაც ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი წინსვლა და წვრები არის. ჩვენ გავეცანით ასევე პრობლემატურ საკითხებს, თუ რა საჭიროებები და გამოწვევები დგას დღეს თანამედროვე გერმანიის და ნიუნბერგის დღის წესრიგში. რასაკვირველია, ეს იყო ორმხრივი, ჩვენ ცვლიდით აზრებს ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე და საბოლოოდ მივდიოდით შეჯერებულ აზრზე, თუ რა მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს რადიოს მუშაობა, რომ ეს ყველაფერი წარდგეს თითოეულ ადამიანს, კონკრეტულ ინდივიდს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალს.
გერმანული გამოცდილება სუბიექტური შეფასებები რომ დავიწყო, ნამდვილად შთამბეჭდავი იყო დაწყებული ქალაქის არქიტექტურით, დამთავრებული იქაური საზოგადოებით, რომლებიც განსაკუთრებულად ხვდებოდნენ და ამან წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ნამდვილად. მე ბევრ შეხვედრაზე გავიმეორე კიდეც, რომ ამ ქალაქმა მოახდინა ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება, რომ აუცილებლად დაუბრუნდები მეთქი და ნამდვილად დაუბრუნდები, შესაძლოა ტურისტული მიმართულებით, ან ისევ სასწავლო მიმართულებით. და რაც შეეხება რადიო Z-ში და გერმანიაში მიღებულ გამოცდილებას, აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კოლეგებს, ჩვენ აუცილებლად ყველა სათემო განათლების ცენტრი და ზოგადად ყველა სათემო რადიო ვიმუშავებთ შეთანხმებულად და გავუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებებს, შთაბეჭდილებებს, რომ აუცილებლად მივიღოთ ძალიან სერიოზული შედეგი გენდერული მიმართულებით, რაც პირველ რიგში მოიტანს ქალების გაძლიერებას. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მაქსიმალურად მოკლედ შევიცადე, მომეხოლა თქვენთვის გერმანული ამბები, ჩემი შთაბეჭდილებები, ნამდვილად კიდევ ერთხელ განმეორდები, ეს იყო წარუშლელი და თქვენ გპირდებით, ჩემო რადიო მსმენელებო, რომ აბსოლუტურად ყველა თქვენგანის ხმა გაჟღერდება ჩვენს რადიოში და თქვენ ამისთვის გექნებათ ყოველთვის ღია კარი ხონის სათემო განათლების ცენტრში და ხონის სათემო რადიოში. ძალიან დიდი მადლობა, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გპირდებით ძალიან ბევრ საინტერესო სტუმარსა და გადაცემას. დიდი მადლობა, რომ გვისმენთ.